სტატისტიკის დეპარტამენტმა სტუდენტებს დასაქმება შესთავაზა შესაბამისი მემორანდუმი განათლების სამინისტროსთან უკვე გაფორმდა. კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან აირჩევა 20-30 სტუდენტი, რომლებიც ტესტირებას გაივლიან და საყოველთაო აღწერაში ჩაერთვებიან. ორკვირიანი მუშაობის შემდეგ თითოეული სანასხაურება 500 ლარი იქნება. პროექტში მონაწილეობის მისაღებად რეკომენდაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტს დეკანატმა გაუწია. საჭირო დოკუმენტები და საბუთები უკვე შეაგროვა და ახლა ბოლო ეტაპს გასაუბრებას ელოდება. ეს არის დამატებითი мотиваცია იმ სტუდენტებისთვის, ასე ვთქვათ, დადებითი განმტკიცება ფსიქოლოგიურად, რომ იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც კარგად სწავლობენ. შესაბამისად, ეს არის ძალიან კარგი რამ, თუნდაც განათლების სამინისტროს მხრიდან და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მხრიდან. საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტმა საინფორმაციო შეხვედრები ყველა იმ ქალაქში გამართა, სადაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ფუნქციონირებს. თუმცა ინფორმაციამ ყველა სტუდენტამდე მაინც ვერ მიაღწია. ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ თეორიულ სწავლებასთან ერთად აუცილებელია ყოველთვის პრაქტიკა და ძალიან დიდი გამოცდილება იქნება სტუდენტებისთვის და შემდგომში ალბათ უნივერსიტეტიდან უფრო დაწვრილებით გავიგებ ინფორმაციას და გადავწყვეტ. სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებზე კვოტები სტუდენტთა რაოდენობის მიხედვით განაწილდა. თითო უნივერსიტეტიდან პროექტში 20-დან 30-მდე სტუდენტი მოხვდება. გიორგი მათ შორის არ აღმოჩნდა და ვაკანსიას დასაქმების ვებგვერდზე ეძებს. იმ შემთხვევაში თუ პროექტში დასაქმების საიტის მეშვეობით მოხვდება, უნივერსიტეტი გაცდენილ საათებს საპატიოდ არ ჩაუთვლის. პროფესორ არის სწორი, ხო? იმიტომ რომ თანაბარ პირობებში ჩვენ ნამდვილად არ ვიქნებით ახლა. დავუშვათ მეიჩ არის გავლით დავსაქმდი და ესეთი რაღაცა, რატო არ უნდა ჩამეთვალოს საპატიო ჩემი გაცდენილი საათები, ხო? არჩეული სტუდენტების სია უნივერსიტეტებმა საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს უნდა წარუდგინონ, რის შემდეგაც ისინი გასაუბრებაზე გავლენ. საბოლოოდ შერჩეული ახალგაზრდები სამუშაოს დაწყებამდე ტრენინგებს გაივლიან. ყველაზე მთავარი არის, რომ ამ ბავშვებთან კარგი კომუნიკაციის უნარი. ვინაიდან მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ძირითადი ნამოძრავებელი ძალა, ასე ვთქვათ, და ძირითადი მიზანი ის არის, რომ მოქალაქეებამდე მივუყანოთ და ყველა მოქალაქემდე მივიდეს ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია აღწერის შედეგად მიღებული პარამეტრები და ინდიკატორები. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და განათლების სამინისტროს შორის რამდენიმე დღის წინ გაფორმდა. სამინისტროში აცხადებენ, რომ სტუდენტების დასაქმებაზე ზრუნვა სისტემატურ ხასიათს მიიღებს, რადგან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ სამინისტროს მიერ სტუდენტების პრაქტიკულ სამუშაოებში ჩართვა სავალდებულოა. გარდა იმისა, რომ სტუდენტებს მიეცემათ საშუალება რომ აღწერაში მონაწილეონ, მათთვის ეს იქნება ერთგვარი პრაქტიკა, როგორც სოციოლოგები მიიღებენ ამაში მონაწილეობას, ასევე მომიჯნავე სპეციალობის სტუდენტები, რომლებსაც ექნება საშუალება, რომ გამოცადონ თავისი თავი აღწერის ჩატარებაში. სამეჯობის როგორც პროექტის მარგი ქმედების კოეფიციენტი იყო ძალიან დაბალი. ამ პროექტის ფარგლებში ეს იყო წინასაარჩევნო დაგეგმილი კამპანია. მოგეხსენებათ 2012 წელს იყო საპარლამენტო არჩევნები 1 ოქტომბერს და ეს აქცია ერთჯერადად დაინერგა აგვისტოში. მოხდა პრაქტიკულად ბავშვები, რომელთაც გაუშვეს სტაჟირებებს, არ ხდებოდა მათი ადგილზე მუშაობა, უბრალოდ მათ ჩაირიცხათ ხელფასზე. საყოველთაო აღწერის პროექტში მონაწილეობას მთელი საქართველოს მასშტაბით 1620 სტუდენტი მიიღებს. საბოლოო სია უნივერსიტეტებმა 5 აგვისტომდე უნდა წარადგინონ. შერჩეული ახალგაზრდები მუშაობას 5 ნოემბრიდან დაიწყებენ. ორკვირიან სამუშაოში კი 500 ლარს მიიღებენ.